1977 წლის 25 დეკემბერს მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძრის გალავანთან დილიდანვე უამრავმა მილიციელმა მოიყარა თავი. ცოტა ხანში ჯგუფ-ჯგუფად მოძრავმა მილიციელებმა ტაძართან მისასვლელი გზა გადაკეტეს. რამდენიმე წყებად ცოცხალი კედელი აღმართეს და გალავნის 4-ვე შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. როდესაც მცხეთაში მივედით, იყო ნისლიანი დღე, დეკემბრის სუსხიანი ნისლიანი დღე იყო და მილიციის კორდონები დაგხვდა და ამ კორდონების გადალახვა ასე ადვილი არ იყო. განსაზღვრული საშვები იყო იქ შესასვლელად და ყველას არ უშვებდნენ. მილიციელთა კონცენტრაცია დიადი ოქტომბრის საიუბილეო წელს არ უკავშირდებოდა. საშვიდ ნოემბრად ჩამოსულ სტუმრებს, რომელთა კულტურულ პროგრამაში მცხეთისა და სვეტიცხოვლის მონახულება მართლაც შედიოდა, თბილისი უკვე დიდი ხნის დატოვებული ჰქონდათ. სტუმრების ბოლო ნაკადი რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ ნოემბრის შუა რიცხვებში გააცილა. აშკარად ჩანდა, რომ სვეტიცხოვლის ტაძრის გარშემო ნერვული ატმოსფერო და მილიციელთა კონცენტრაცია არა პარტიული სტუმრების დახვედრას, არამედ სულ სხვა მოლოდინს უკავშირდებოდა. თერთმეტ ნოემბერს გაზეთმა თბილისმა ნეკროლოგი გამოაქვეყნა. ნეკროლოგში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი ღრმა მწუხარებით იუწყებოდა 9 ნოემბერს უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის დავით მეხუთეს დევდარიანის გარდაცვალებას. გაზეთის ბოლო გვერდზე გამოქვეყნებული ეს შავჩარჩოვიანი განცხადება ისე იყო ჩაკარგული რევოლუციის საიუბილეო პუბლიკაციებსა და საფეხბურთო სტატიებში, რომ ვერავინ მიხვდებოდა თუ რა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იყო ფოტოს გარეშე გამოქვეყნებული მომცრო ნეკროლოგი. იმ დღეებში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საბჭოთა პრესისთვის ეს უმნიშვნელო ინფორმაცია სათავეს დაუდებდა დაპირისპირების პროცესს, რომელიც შეიძლებოდა საბედისწეროც კი გამختარიყო, არა მარტო საეკლესიო, არამედ საერო ისტორიისთვისაც. ყველაფერი გარდაცვლილი პატრიარქის პირადი სეიფის გახსნის შემდეგ დაიწყო. გაირკვა, რომ პატრიარქ დავით მეხუთეს სიცოცხლეში მოსაყდრე დასახელებული არ ჰყავდა. სეიფი ცარიელი აღმოჩნდა. მოსაყდრის ასარჩევად აუცილებელი გახდა წმინდა სინოდის შეკრება. სინოდმა გარდაცვლილი პატრიარქის მოსაყდრედ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია შეარჩია. მასვე დაევალა გარდაცვლილი პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზება და მე-12 საეკლესიო კრების მოწვევა. დიდი საეკლესიო კრების ჩატარებამდე წმინდა სინოდი ახალი პატრიარქის კანდიდატზე უნდა შეთანხმებულიყო და დიდი კრებისთვის ასარჩევად წარედგინა. უწმესი დავითის გარდაცვალებას და მის წესის აგებას და პანაშვილებს ხელმძღვანელობდა მეუფე ილია, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და ჩვეულებრივად დაკრძალვასა და ყველაფერს სტუმრიანობას და ყველაფერს ხელმძღვანელობდა მეუფე ილია შვილაშვილი. 15 ნოემბერს პატრიარქი დავით მეხუთე სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. მეორე დღეს ახალი პატრიარქის კანდიდატურის შესარჩევად საპატრიარქოში წმინდა სინოდი ისევ შეიკრიბა. დიდი საეკლესიო უკმაყოფილებაც ამ შეკრებას მოყვა. ორად გაიყო სინოდი, ერთი ნაწილი სინოდის წევრებისა, კერძოდ ბათუმ შემოქმედელი და ჭყონდელი მიტროპოლიტი რომანოზ პეტრიაშვილი, ასევე წილკნელი მიტროპოლიტი გაიოს კერატიშვილი და ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონ სამხარაძე მხარს უჭერდნენ ბათუმ შემოქმედელი და ჭყონდელი მიტროპოლიტი რომანოზის კათოლიკოს პატრიარქის ასარჩევ კანდიდატად დასახელებას. ხოლო მეორე ჯგუფი, მეორე მღვდელმთავრების ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ მანგლელი ეპისკოპოსი გიორგი ღონღაძე, ალავერდიელი ეპისკოპოსი გრიგოლ ცერცვაძე და თეთრი წყაროელი მიტროპოლიტი ზინობი მაჟუგა მხარს უჭერდნენ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას კათოლიკოს პატრიარქის ასარჩევ კანდიდატად დასახელებაზე. საბოლოოდ ერთი ხმის უპირატესობით გავიდა ის აზრი,
რომ კათოლიკოს პატრიარქის კანდიდატად დაესახელებინათ ცხუნ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი და ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 1945 წელს მიღებული საეკლესიო დებულებით ახალი პატრიარქის კურთხევის საზეიმო ცერემონია 40 დღის შემდეგ უნდა გამართულიყო. დაიწყო უმძიმესი დღეების სათვლა. ორად გაყოფილი წმინდა სინოდის ერთი ნაწილი 16 ნოემბრის გადაწყვეტილებას არ სცნობდა და კატეგორიულად მოითხოვდა შედეგის გაუქმებას. დაძაბულობამ კულმინაციას 18 ნოემბერს მიაღწია. რა თქმა უნდა, შიგ რაღაცა ხმები დადიოდა უკვე ეს ჩვეშკოლი. იმ სირბილი ვიღაცის შეწუხება, რომ გამხდარიყო დავითი, მაგრამ მე უცბად მოხვდა ხანძარი საპატრიარქოში. ეს მუდამთავარნი თავის მომხრეებთან ერთად თვითნებურად შეიჭნენ ძველ საპატრიარქო რეზიდენციაში, დახიეს ის ოქმი, რომლითაც მოსაყდრეთ მიტროპოლიტი ილია იყო გამოცხადებული, დაგზავნეს მართლმადიდებელ ეკლესიებში დეპეშები, რომ მოსაყდრე ილია გადაყენებულია მოსაყდრის თანამდებობიდან და გადატანილია საეკლესიო კრების თარიღი. ღმერთმა უშველოს ორი მოლოდინი ცხოვრობდა საპატრიარქოში, ოლღინის მონასტრის მოლოდინები, რომ ვინც შეიჭრა საპატრიარქოში, ისინი ჩაკეტეს სარდაფში და დაარბიეს პატრიარქის კაბინეტი, სეიფი, სადაც გაქრა საბუთები და რა თქმა უნდა, რაც საჭირო იყო ალბათ მათთვის გამტაცებლებისთვის და კარგად მოხდა, რომ ესეთი ხრიკივით იყო და ერთი მოლოწანი პატარა და საიდანაც ნახშირს ხრიდან სარდაფში, იქიდან ამოძრა და გავარდა მეუფე ზინოვთან. არესენეველის ეკლესიაში ცხოვრობდა მიტროპოლიტი ზინოვე. და თუ არ ვწდები, ამ დროს მეუფე ილია ისვენებდა ბორჯომში, თურიკანში. მოკლედ გააგებინეს და რა თქმა უნდა ჩამოვიდნენ და ატყდა ეს ორმტრიალი. იყო წინააღმდეგობა ეკლესიაში, მაგრამ მადლობა ღმერთს, მადლობა უფალს, რომ ეს მალე შეიგნო ეკლესიამ, გარკვეულმა ნაწილმა, რა თქმა უნდა და დარწმუნდნენ იმაში, რომ ერის მომავლისათვის, ეკლესიის მომავლისათვის ასე ჯობდა და ასე უნდა ყოფილიყო. იმავე დღეს მეამბოხე მღვდელმთავრებმა დეპეშები გააგზავნეს რესპუბლიკისა და საკავშირო ცენტრალურ კომიტეტებში. ისინი ხელისუფლებას წმინდა სინოდის გადაწყვეტილების უკანონობას ატყობინებდნენ. ბათუმშემოქმედელი მიტროპოლიტი რომანოზი პარტიის გენერალური მდივნის ლეონიდ ბრეჟნევის სახელზე გაგზავნილ დეპეშაში წერდა, რომ წმინდა სინოდს პატრიარქად დისიდენტების მხარდამჭერი და პარტიის მტრების წამქეზებელი ილია შიოლაშვილი ჰყავდა შერჩეული. ახლა ყველაფერი პოლიტბიუროს რელიგიურ სიმპათია-ანტიპათიაზე იყო დამოკიდებული. 5 წლის წინანდელი ისტორია კვლავ მეორდებოდა. ეკლესია მაშინაც მოსკოვის ვერდიქტს ელოდებოდა. როგორც წესი, საკითხი თანხდება სახელმწიფოს პირველ პირთან, მეთაურთან. იმ ხანად საქართველოში ვასილ ჟავანაძე გახდა პირველი პირი. მოხდა ისეთაირად, რომ როდესაც გარკვეულ საკითხებს ვახსენებდი, ბოლოს მოვიტოვე ესა და ვთხოვე, რომ ადრე ვასილ, აი ნახეთ მეთქი, მღვდელმთავრის საკითხი, ჯერ მღვდელმთავარი რო ახსენე, მაშინ ცოტა შეცმა, მაგრამ იმ წუთში მივაწოდებ ეს ანკეტა და ძალიან დიდხანს უყურე ანკეტას. და ბოლოს თქვა, რა ლამაზია, თქვა, იმიტომ რომ 39 წლის იყო მაშინ ილია შიოლაშვილი და მართლაც საოცარი სურათია. ერთხელ გამოფენაზე წარმოადგინეს ის სურათი, სხვაგან არ მინახავს ის და ეს უკვე საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჩვენ ჩაგვეთვალოთ, რომ ის თანხმობა მიღებული არის ამისი. მაგრამ მოხდა ამ დროს ის, რომ დაირეკა ზარი მოსკოვიდან, ეს იყო მინისტრთა საბჭოს რელიგიების სამმართველოს უფროსი, დეპარტამენტის უფროსი, გენერალი კურაედოვი, რომელმაც განაცხადა, რომ არ შეიძლება ილია მეორის არჩევა, იმიტომ რომ ის ფიცხი კაცი არისო და ჩვენც ასე იძულებული ვიყავით, გავჩერებული ვიყავით, გადაგვედო ეს საკითხი 5 წლით. 5 წლის შემდეგ საქართველოს წმინდა სინოდის არჩევანს რელიგიის საკავშირო კომიტეტი დუმილით შეხვდა. თუმცა ნიშნავდა თუ არა მოსკოვის დუმილი თანხმობას, ეს ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო.
ყველაფერი საეკლესიო კრებაზე უნდა გადაწყვეტილიყო. განგებითა და წყალობითა ღვთისათა დღეს ამ უძველეს საპატრიარქო ტაძარში შეიკრიბა მე-12 საეკლესიო კრება. განვლო 45 დღემ, რაც ღვთივ განისვენა მათ მოუწმინდესობამ, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დავით მეხუთემ. 23 დეკემბერს სიონის საკათედრო ტაძარში მე-12 საეკლესიო კრება გაიმართა. კრებას 45 დელეგატი ესწრებოდა. დელეგატებს ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცათ პასუხი. ვინ იქნებოდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქი? როგორც მოისმინეთ, უწმინდესმა სინოდმა წამოაყენა ჩემი კანდიდატურა საპატრიარქო ტახტზე ასარჩევად და მე მოგმართავთ ყველა დელეგატს. თქვენ ნუ მოგერიდებათ, უკეთ უყავთ თქვენ სხვა კანდიდატი. თქვენ შეგიძლიათ გადაშალოთ ის სახელი, რომელიც წერია იქ და დააწეროთ სხვა. თქვენ ამაში არ ხართ შეზღუდული. სამანდატო კომისიას ვთხოვთ, რომ ჩაატარონ ფარული კენჭისყრა. მე დამავალავთ მოსახლე მეუფე ირიამ ორგანიზაციული საკითხია. კრების მომზადება, შემოგვაწონა ყველაფერი და წილად ვხვდა კრებაზე მონაწილეობა და მე ხანდახან სიამაყით ვიძახი ხოლმე, რომ მე პირველმა ჩავაგდე ეს ბიულეტენი 5-ში. რა თქმა უნდა, ირიას სასარგებლოდ. არ მეკულებოდა იმ მაშინდელ მდელმთავართა იერარქთა შორის ვინმე სხვა ისეთი, ვინც შეძლებდა აი ამის გაწყობას შემდგომ, ამ ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ახალ ცხოვრებას ქართული ეკლესიისას. ოქმი ხმების დამთვრელმა კომისიამ დაითვალა დელეგატებისაგან მიცემული ხმები და აღმოჩნდა, მოსაყდრე ილია ერთხმად არის არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად. ხმების დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე არქიმანდრიტი იოანე, წევრები არქიმანდრიტი პავლინი, დეკანოზი ივანე ჭკადუა. 25 დეკემბერს დანიშნული პატრიარქის კურთხევის ცერემონიალს უკვე აღარაფერი უშლიდა ხელს. მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში კურთხევის ცერემონიის ჩასატარებლად თითქმის ყველაფერი მზად იყო. მე ამბოხე მღვდელ მთავრებმაც გაჭირვებით, მაგრამ მაინც აღიარეს ახალი პატრიარქის უზენაესობა. მთავარია ახლა ცენტრალურ კომიტეტსაც მშვიდობიანად დაესრულებინა აღიარების პროცესი და ხელი არ შეეშალა საეკლესიო დღესასწაულისთვის. საგანგებოდ ხელისუფლებასთან ჰქონდა მოლაპარაკება, ხელისუფლება ამბობდა, რომ რაც შეიძლება ცოტა იყოს საშვები, იმიტომ რომ წესრიგს ვერ დავიცავთო და მისი უწმინდესობა მაშინ მოსაყდრე თხოვდა, რომ რაც შეიძლება მეტი საშვები ყოფილიყო, რომ ხალხი დასწრებოდა ახალი კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებას. დამევალა ისევ მე აღსაყდრების პერიოდი მცხეთაში. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი იყო, დეკემბერი იყო და რაც კი შევძელი და რაც კი ვერ შევძელი, ყველაფერი გავაკეთე, იმიტომ რომ იმდენად მიყვარდა მე უწმინდესი მეუფე ილია, იმდენად პატივსცემდი მას როგორც მღვდელმთავარს, როგორც ჩემს პედაგოგს, ამავდროულად როგორც ადამიანს, ყველაფერი გავაკეთე, რაც კი შევძელი ჩემი მორწმუნეები ამები გავათენებინე, რომ შედის ხოლმე მოგვემზადებინა ეს ყველაფერი და მოხდა აღსაყდრება. 25 დეკემბრამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისისა და მცხეთის ყველა პირველად პარტიულ ორგანიზაციაში დახურული წერილი მივიდა.
პარტია მოითხოვდა, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დასწრებოდა საქართველოს ახალი კათალიკოს პატრიარქის ინტრონიზაციას. საეკლესიო ცერემონიალს არ უნდა დაეჩრდილა ბოლშევიკური რევოლუციის 60 წლის იუბილე და 7 ნოემბერი კვლავ მთავარ დღესასწაულად უნდა დარჩენილიყო. ერთი შეხედვით პარტიის მოლოდინი გამართლდა. დილის 9 საათზე ტაძარში მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი იდგა. თუმცა ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. აი 10 წუთი არ იყო გასული, როდესაც წირვა დაიწყო, რაღაც გუგუნის ხმა გაისმა და ეს მასა, რომელიც გარეთ იდგა, როგორც ჩანს, ამას მოემატა ხალხი და გაარღვიეს ეს მილიციის კორდონები და შემოვიდნენ სვეტიცხოველში. იმდენი ხალხი მოაწყდა, იმდენი ახალგაზრდობა, რომ ხალხი ვერ დაიკავეს და აი ესე ხალხი რო შეცვიდა, უბრალოდ მე ფიზიკურად ვეღარ გაარჩიეს და ვეღარ გამოყარეს და ანუ მეც აი იმ უსაშოთა რიგში ვიყავი და მეც ეს სკოლის მოწაფე ვიყავი. ეს ხალხი შემოვიდა და გადაიჭედა სვეტიცხოველი და სვეტიცხოველს არ ახსოვდა ასეთი ხალხმრავლობა 1917 წლის 12 მარტის შემდეგ, როდესაც გამოცხადდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია. დილის 9 საათზე დაწყებული საზეიმო ცერემონია შუადღის 2 საათამდე გაგრძელდა. პატრიარქად კურთხევის დასრულების შემდეგ ამბიონზე გამოვიდა ილია მეორე და ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართა. ჩემო საყვარელო შვილებო, დებო და ძმებო, საყვარელო საქართველოს სამწყსო, მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს ღვთის ამ წმინდა ტაძრის აღებქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა. მე თავს ვიხრის ქართველი ხალხის წინაშე. ახსოვს ჩვენ მცხეთას, სატახტო ქალაქს და სვეტიცხოველს, ქრისტეს ყერანგი რომ ჩაიყუტა თავის გულში სამარადისო. მიწის ძრვები, წყალდიდობა, ნიაღვრები და ყველა ამ ულევ ხარცეთსა და ორონტრიალში ერთად იყვნენ. არ შორდებოდნენ ერთმანეთს ქართველი ხალხი, ქრისტეს ჯული, სასოება და სიყვარული. ყველა გრძნობდა, რომ რაღაც დიდი ისტორიული მოვლენის მონაწილეები გახდნენ. ყველა დარწმუნებული იყო, რომ საქართველოში იწყებოდა ახალი ეტაპი, არა მარტო სასულიერო, არამედ სამოქალაქო ცხოვრებაშიც. თუმცა რა იქნებოდა ეს ახალი? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არსებობდა. ახალი პატრიარქი იბარებდა 50-მდე მოქმედ ტაძარს. იქ მომსახურე 70-მდე სასულიერო პირს და 6 მღვდელ მთავარს. აი ეს იყო სულ მთელი ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, რომლის მართვა და შენარჩუნება დაეკისრა 44 წლის ახალგაზრდა კათალიკოს პატრიარქს ილია მეორე შიოლაშვილს. ეს იყო უმძიმესი პერიოდი საქართველოს ეკლესიისათვის. წინა მამამთავრებიც, პატრიარქი ეფრემი, პატრიარქი დავითი ურთულეს პირობებში ეწეოდნენ თავიანთ მოღვაწეობას. ურთულესი პერიოდი იყო, უმძიმესი. შეიძლება ეს ბევრისთვის წარმოუდგენელიც გია დღეს, როცა ეკლესია თავისუფლად მოღვაწეობს, მაგრამ მაშინ იყო უმძიმესი პერიოდი და ერთადერთი სურვილი, ერთადერთი მიზანი, რაც მაშინდელ მამამთავრებს ამოძრეებდათ, ეს იყო ეკლესიის გადარჩენა, როგორმე გადარჩენა. როგორმე ეკლესიისათვის სიცოცხლის შენარჩუნება. აქ არ იყო ლაპარაკი განვითარებაზე. ფაქტიურად ეკლესია მოხუცების ანაბარა იყო დატოვებული და ისინი მხოლოდ დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე. მრევლი არ ყავდა ეკლესიას. ეპარქიები არ ქონდა რეალურად და აი ეს არის ყველაზე მთავარი. ამით უნდა დაეწყო. რა უნდა გაეკეთებინა მის უწმინდესობას და უნეტარესობას, რომ ამ ყველაფერი, ამ ურთულესი კრიზისიდან გამოეყვანა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ნათელი იყო,
საიდან დაიწყებდა ახალი პატრიარქი მოქმედებას, პირველი დავალებები მაინც ყოფით საკითხებს დაუკავშირდა. პატრიარქად კურთხევიდან რამდენიმე დღეში საპატრიარქოს შენობაში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევითი იყო თუ არა ხანძრის გაჩენა საპატრიარქოში, დღემდე არავინ იცის. ახალგაზრდა პატრიარქი რეზიდენციის გარეშე დარჩა. სულ ცოტა ხანში მეუფე უწმინდესი ილია იყო მიწვეული რუსეთში. და აი ამ პერიოდში მოხდა ხანძარი. პირველად ვინ მოახდინა ეს ხანძარი არავინ არ იცის. მაგრამ დაიწვა ძალიან ბევრი რამე. გადარჩა კუგულბარტყული, უწმინდესი სიმღერაში შედაგული იყო სეიფში. და ძალიან ბევრი რამე დაიწვა და უწმინდესი წავბრძანა მოსკოვში. დამოივალა მე ეს რემონტი. ცოტა ხანი ჩამობრძანა მეუფე უწმინდესი და ყველაფერი დახტა უკვე გამზადებული ყველა და დაიწყო საეკლესიო ცხოვრება. ახალმა კათალიკოს პატრიარქმა პირველი წირვა სიონის საკათედრო ტაძარში ახალი წლის შემდეგ კვირას 3 იანვარს ჩაატარა. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა ეკლესიაში მისულებს ფურცლებზე დაბეჭდილი მამაო ჩვენოს ტექსტები დაურიგა. ასე გაგრძელდა შემდგომი წირვების დროსაც. პატრიარქი ჩამოდიოდა ამბიონიდან და საკუთარი ხელით არიგებდა მრევლში ფურცლებზე დაბეჭდილ სხვადასხვა ლოცვის ტექსტებს. აშკარად ჩანდა, რომ ახალი პატრიარქი მსახურებას განათლებიდან იწყებდა. კვირას წირვაზე რო ვიყავით, დაგვიბარა რომ საღამოთი მივსულიყავით 6 საათზე და მართლაც მივედით პატრიარქი იქ დაგხვდა და ესე იგი გვაჩუქა გამოკრებული ესეთი წიგნია ხედრულად და ნუსხა ხუცურად, არა ხუცური რო გვესწავლა ახალგაზრდებს. თან სტიხრები ჩაგვაცვა, სტიქარი, ანუ აი როგორ უნდა მოემსახუროთ მღვდელთავარს იმ შესამოსელით და თვითონ გვასწავლიდა უშუალოდ რა დროს რა გაგვეკეთებინა, როგორი მოძრაობა გაგვეკეთებინა. ის ახალგაზრდები, ვინც შეტიცხოველში მივიდნენ 77 წლის 25 დეკემბერს, ეს იქცა იმ პირველ მრევლად, პირველ ბირთვად, რომელიც შემდგომ მორწმუნე მრევლად იქცა სიონის საპატრიარქო ტაძრისა და აი ამას დაეყდნო მისი უწმინდესობა და უნეტარესობა და ეს ხელოვნური გაუცხოების კედელი თანდათან დაინგრა. თბილისში უკვე დადიოდა ხმები ახალი პატრიარქის საოცარ ქადაგებებზე, მის გასაოცარ ღიმილზე და მრევლთან უშუალო ურთიერთობებზე. ბევრს გაუჩნდა სურვილი საკუთარი თვალით ენახა ახალგაზრდა პატრიარქი, რომელიც ადამიანებს ელაპარაკებოდა სულზე, სიკეთეზე, სიყვარულზე, ეროვნებაზე. ახალგაზრდობამ რუტინული კომუნისტურ კომკავშირული დოგმების დაზეპირების ნაცვლად არჩევანი ეკლესიაში მარადიულ ფასეულობებზე საუბრის მოსმენაზე გააკეთა. იყო ძალიან ახალგაზრდა, ძალიან ლამაზ და ძალიან სიმპათიური და აი გულმისასვლელი ღიმილით ადამიანი და ესე ცოტათი მოხეურით და იმითი ძალიან საყვარლად მიმართა. აი მართა ძალიან თბილი ხმით მიმართა იქ შეკრებულ ადამიანებს, ძირითადად მოხუცი ქალები და პატრონები იყვნენ შეკრებილი და ვიგრძელე რაღაცა განსაკუთრებული ტრიალებს აქ. აი რადიკალურად განსხვავდებოდა იმისგან რაც ხდებოდა გარეთ რა. მისმა უწმინდესობამ თქვა, რომ ადამიანი ეს არის პირველი ღმერთის მერე, რაც ამ დედამიწაზე და არსებობს და ერი არის ის განზომილება, სადაც ეს ადამიანი თავის ნებას განახორციელებს. ამას პატრიარქი ამბობდა რევოლუციის გარეშე, ამას პატრიარქი ამბობდა სიყვარულით და ბუნებრივია ახალგაზრდების გული იყო თავიდან ბოლომდე ამით ვიტყვიან შეპყრობილი და შეყვარებული. მალე პატრიარქის გვერდზე გაჩნდა სტუდენტების დიდი ჯგუფი, ვინც რეგულარულად დაიწყო არა მარტო ეკლესიაში სიარული და პატრიარქის ქადაგებებზე დასწრება, არამედ წირვის დროს საეკლესიო რიტუალებში მონაწილეობის მიღებაც. ამ ახალგაზრდებისთვის უკვე არ ქონდა მნიშვნელობა, თუ რა დისციპლინარული საშელი მოყვებოდა ლენინური იდეების საჯარო უარყოფას. მათთვის ახლა ყველა გზა სიონის ტაძრისკენ მიდიოდა.
საერთოდ აკადემიის სამხატვრო აკადემიის გახედვაც აღარ მინდა და იქ ვიყავ ეს სულ ყოველდღე და ცდილობდი მესწავლა რიტუალში, აი რაღაცად არ შემშულდა რაღაცა. თავისთავად ვერ ბედავდი რომ ვისულიყავი პატრიარქთან და მისი პირადი სტიქაროსანი ყოფილიყავი და მომსახურებაში მიიღო მონაწილეობა, იქ იყვნენ ბიჭები. მე აქედან ერთ-ერთი სასულიერო მამა რევაზია ეს სიხარულიძე და ის ხო საოცრად დიდ უსტად იყო, მაშინ ჯერ სტიქაროსანი იყო, მე მგონი სემინარიაში სარსალობდა ჯერ კიდევ და ის იყო პროფესორი პირდაპირ შემიძლია თქვა. ეკლესიაში ახალგაზრდობის მოსვლამ ახალი სიცოცხლე შთაბერა მოხუცების ამარად დარჩენილ ეკლესიას. ამას დაემატა ისიც, რომ თვითონ საბჭოთა იდეოლოგია უკვე ღრმა კრიზისში იყო შესული. შეპირებული კომუნისტური სამოთხის ნაცვლად ხალხს ლოზუნგების ქვეყანა და ლენინური დოგმებით ცხოვრება შერჩა ხელში. საბჭოთა ჩიხიდან გამოსვლის ძებნა ხალხმა უკვე დაუფარავად დაიწყო. ამბიონიდან განათლებით დაწყებული ქადაგებები მალე ინტელიგენციასთან საუბრებით გაგრძელდა. ახალგაზრდა პატრიარქმა კარგად იცოდა, რომ ინტელიგენციასთან კავშირის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ პირობის შესრულება, რომელიც სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქად კურთხევის დროს დადო. ხუთშაბათობით დააწესა ესეთი დღე, ხუთშაბათ საღამოს ინტელიგენციის რომელიმე წარმომადგენელს დაპატიჟებდა ყავაზე, ჩაიზე და მათთან საუბარი იყო. მე ვიყავი ის, რომელიც აი ამ საღამოებს ვესწრებოდი და საოცრებები ხდებოდა, ადამიანები, რომლებიც ათეისტურად იყვნენ განწყობილი, მან გულში სწამდათ ღმერთი და აი ეშინოდათ, რომ ეს გამოემზივრებინათ. მისი უწმინდესობის ქადაგებით, მისი უწმინდესობასთან საუბრით, ეს ადამიანები 180 გრადუსით იცვლებოდნენ და მათი მეტამორფოზა ხდებოდა და ისინი უკვე ეკლესიურები ხდებოდნენ, წირვალოცვას ესწრებოდნენ, ახსარება, ზიარება, საოცრება ხდებოდა იმ პერიოდში. რამოდენა სიმძიმეების გადალახვა ეკლესიას მოუწია, რომ აი ეს ძველი წარმოდგენები, აი ათეიზმის პერიოდში უკვე ჩამოყალიბებული გამჭდარი თვით მორწმუნეთა შორისაც კი სასულიერო პირებშიც კი რომ ეს შეცვლილი იყო ახალი აზროვნებით, ახალი დამოკიდებულებით, ამას ძალიან დიდი შრომა და გარჯა დაჭირდა და აი ნამდვილად გაუზვიადებლად შეიძლება ითქვას, რომ აი მთელი ეს სიმძიმე აი ამ პერიოდისა მაინც მასე გადადიოდა. პატრიარქად კურთხევიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ საბჭოთა საქართველოს ისტორიაში ეპოქალური ფაქტი მოხდა. ათონის მთის გუბერნატორთან ერთად ილია მეორე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩნდა. 1918 წლის შემდეგ ეს მეორე შემთხვევა იყო, როცა მთავარ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პატრიარქის სტუდენტობას ხვდებოდა. საქართველოს ისტორიის კათედრაზე სტუდენტებთან გასაუბრება კი ერთგვარ ანტიკომუნისტურ დემარშადაც იქცა. მანამდე კათალიკოს პატრიარქი თბილისში ჩამოსვენებული მიხეილ თამარაშვილის პანაშვიდზე მივიდა. საზოგადოებამ პირველად ნახა ახალგაზრდა პატრიარქი ტაძრის გარეთ. ხოლო ის, რაც 1978 წლის შემოდგომაზე ოპერისა და ბალეტის თეატრში მოხდა, ეს სრული შოკი იყო. არა მარტო პარტიისთვის, არამედ რიგითი მოქალაქეებისთვისაც. იაკობ ხუცესის შუშანიკის წამების დაწერიდან 1500 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა, რომელიც ხელისუფლებამ გამართა, მაგრამ ეკლესიამაც აღნიშნეს და ხელისუფლებამ იძულებული გახდა დაეპატიჟებინა კათოლიკოს პატრიარქი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში და ერთ მხარეზე იყო ხელისუფლების წარმომადგენლები და მეორე მხარეზე იყო მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, აი ამ მაშინდელ სინოდის წევრებთან ერთად. მახსოვს, მათ საგანგებო ლოჟა იყო გამოყოფილი და ხელისუფლების წარმომადგენლები ცოტა გვიან მობძანდა პატრიარქი და მთელი ეს დარბაზი ფეხს ეწამოდა. მე და გია ბუღაძე ვისხედით ერთად. ეს ფაქტი ერთგვარი სილის გაწუნა იყო ხელისუფლებისთვის, რადგან მანამდე დარბაზში შემოსულ ცენტრალური კომიტეტის წევრებს არათუ ტაშით, არამედ წამოდგომითაც არავინ მისალმებია. დარბაზის განწყობა ერთგვარი ნიშანი იყო, რომ ახლად არჩეულ პატრიარქს იმაზე მეტი მოკავშირე ჰყავდა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა.
პარტიამ მოახლოებული საფრთხე რა თქმა უნდა მაშინვე იგრძნო და იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეს ახალი ანტირელიგიური გეგმა დაუპირისპირა. გეგმა სახალხო ზეიმებად გადაკეთებული რელიგიური დღესასწაულების კიდევ უფრო მასობრიობას ითვალისწინებდა. თელეთის, გარეჯის, ალავერდის ტაძრების ეზოები, რაც შეიძლება მეტი ზურნა დუდუგზე მოცეკვავე პილიგრიმების თავშეყრის ადგილი უნდა გამხდარიყო. საყოველთაო ქეიფი და დროსტარება ის ატრიბუტი უნდა გამხდარიყო, რომელიც ტაძრებს რელიგიურ შინაარსს მთლიანად გამოაცლიდა. პატრიარქმა ილია მეორემ გამოწვევა მიიღო. წირვის ჩატარების უფლებას არ აძლევდნენ ალავერდელს, ალავერდობის დღესასწაულზე, ალავერდის საკათედრო ტაძარში და აი ეს პირველი ალავერდობა იყო. მაშინ მისმა უწმინდესობამ დაადგინა ალავერდის საკათედრო ტაძარში მოძღვრად ახლანდელი მანგლელი მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. მაშინ ის მღვდლად დაადგინა იქ. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ გააცოცხლა ის საეკლესიო დღესასწაულები, ალავერდობა, გარეჯობა, თელეთობა. დააწესა, თქვათ, ბავშვების დალოცვა ორშაბათობით, საღამოს 7 საათზე, ქადაგების საღამოები სამშაბათს. ანუ ის უფრო და უფრო მეტად უახლოვდებოდა ხალხის ფენებს და უფრო მეტი ახალგაზრდობა, სტუდენტები, პედაგოგები და ინტელიგენციის თუ მუშათა კლასი, თუ რა ვიცი, ყველა ფენის ადამიანი მოყავდა სიონში. ცენტრალური კომიტეტის ფარული იდეოლოგიური დაპირისპირება ეკლესიის წინააღმდეგ მალე ღია ბრძოლაში გადაიზარდა. მრევლში ილია მეორის წინააღმდეგ ჭორების გავრცელების კარგად დაწყობილი სისტემა ამოქმედდა. ვრცელდებოდა 1000 გვარი ჭორი. ხელწერა ნაცნობი იყო. ადვილი გამოსაცნობი იყო, სად და რატომ იგონებდნენ ამ ჭორებს. ზვიად გამსახურდა ახალი ჩამოსულია გადასახლებიდან. და ყოველთვის იდგა რო შედიხარ სიოში მარცხენა სვეტთან იდგა და გაუბედე და მივედი ზვიადთან და უნდა გითხრათ იმ წავს რეაქცია იყო არაჩვეულებრივი, შემოვიდა კონტაქტში და მითხრა რომ შენ რო კაი ბიჭი ჩახარო მითხრა ზვიადმა და იცოდა რომ ეს რამდენიმე მიმითი და ესენი არიან ინფორმატორები და გაგების ჩვეულებრივი ჩეკისტები არიან. ფრთხილად იყავი. მას ჰქონდა ძალიან სერიოზული წინააღმდეგობები ხელისუფლებისაგან. რამდენჯერმე ამბოხებას მოეწყო ეკლესიაში პატრიარქის გადაყენების მოთხოვნით 80-იან წლებში. 1982 წელს უშიშროების მხარდაჭერით შეგულიანებულმა რამდენიმე მღვდელმთავარმა ისარგებლა პატრიარქის საქართველოში არ ყოფნით და პატრიარქი ილია მეორე გადაყენებულად გამოაცხადა. ჟენევაში მსოფლიო საეკლესიო საბჭოს სხდომაზე მყოფმა კათალიკოს პატრიარქმა სასწრაფოდ შეწყვიტა ვიზიტი და თბილისში დაბრუნდა. შეთქმულება ჩაიშალა. თუმცა საპატრიარქოში მშვიდი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. ამ შეთქმულებას უკვე მეორე მოყვა, როცა პატრიარქმა უშიშროების ფავორიტი მღვდლები ეკლესიაში ჩამოაშორა. პატრიარქს ეს გადაწყვეტილება ცოდვად ჩაუთვალეს და მისი გადადგომა მოითხოვეს. მიუხედავად ამისა, ისე როგორც წინა შემთხვევაში, პატრიარქმა მხარდამჭერებთან ერთად კრიზისი გადალახა და ქართული სამოციქულო ეკლესიის ერთიანობა შეინარჩუნა. არჩევანმა გაამართლა. ეკლესიაში მოსული ახალგაზრდობა აღმოჩნდა ის ბარიერი, რომლის გადალახვა უშიშროებამ ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური კომიტეტი ყველანაირად ცდილობდა პატრიარქის ჩარჩოებში მოქცევას, აშკარად ჩანდა, რომ პარტიას ამ მიზნის მისაღწევად არც ეკონომიკური და არც იდეოლოგიური რესურსები აღარ გააჩნდა. ეს უკვე ის დრო იყო, როცა ჩარჩოში არა ეკლესია, არამედ თვითონ პარტია ექცეოდა.
მდორე საბჭოთა ცხოვრება ერთბაშად საპროტესტო არენად გადაიქცა. დაიწყო მოძრაობა, რომლის სათავეში სწორედ ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებმაც თავის დროზე პარტიისა და კომკავშირის სამსახურს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის სამსახური არჩია. ახალი მოძრაობის მიმართულების განსაზღვრელი ამ შემთხვევაშიც ეკლესია და პატრიარქი ილია მეორე გამოვიდა. უნებრივი არის რომ ეს ესე იქნებოდა, იმიტომ რომ ზოგადად მთელი ისტორიის განმავლობაში საქართველოს ეკლესია, მართლმადიდებლური ეკლესია იყო არა მარტო ჩვენი, ასე ვთქვათ, ეროვნული მაიდენტიფიცირებელი, არამედ ჩვენი სახელმწიფოებრიობის განსაზღვრელი. ამიტომ ბუნებრივია ეროვნული მოძრაობა, როგორც ეროვნული მოძრაობა და ქართული სახელმწიფოების აღდგენისკენ მიმავალი მოძრაობა ვერ დარჩებოდა ეკლესიის გარეშე და მაშინ მართლაც ახალგაზრდების დიდი უმრავლესობა ამ ეკლესიაში ვიყავით, სიონის ეზოში ვიყრიდით თავს. აქ იმდროინდელი პოლიტიკური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა იქ ვიკრიბებოდით ხოლმე. 1997 წლის 2 აგვისტოს წმინდა სინოდის სხდომაზე მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევით სინოდმა მიიღო ისტორიული განჩინება. ერისა და ეკლესიის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის ილია ჭავჭავაძე შეირაცხა წმინდანად და ეწოდა წმინდა ილია მართალი. თუ ჩვენ ამას უბრალოდ ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვამთ, მაშინ ბუნებრივია აზრი არ აქვს არაფრის თქმას, მაგრამ თუ ამას ჩვენ როგორც გზავნილს ასე აღვიქვამთ, მაშინდელი საქართველოს მოსახლეობისადმი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალგაზრდა ლიდერებისადმი, მაშინ კი აშკარად ჩანს ამ გადაწყვეტილების სიდიადე. პატრიარქმა ამით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებს უთხრათ: აი, ვის უნდა ეყრდნობოდეს ბრძოლა ეროვნული და ეკლესიური თავისუფლების იდეალებისათვის. საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყების პარალელურად ახალი ძალით განახლდა 1811 წელს საქართველოს სამოციქულო ეკლესიისთვის ჩამორთმეულ სტატუსზე მუშაობა. კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე დაჟინებით ითხოვდა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქისგან 2 საუკუნის წინ გაუქმებული სტატუსის აღდგენას. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია უნდა იკავებდეს იმ კანონიერ ადგილს, რომელიც მას მე-5 საუკუნიდან ეკავა, წერდა კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს დიმიტრიოსს. იმ დროს, როცა პატრიარქის ყოფილი სტიქაროსნები ზურაბ ჭავჭავაძე, გია ჭანტურია, ირაკლი წერეთელი, ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქციებისთვის ემზადებოდნენ, ქართული ეკლესია 2 საუკუნის წინ დაკარგული სტატუსის აღდგენისთვის ემზადებოდა. საბჭოთა სახელმწიფოს პოლიტიკური კრიზისი და საერთაშორისო განწყობა კარგი მომენტი იყო თბილისში ჩამოსული მსოფლიო პატრიარქის დასარწმუნებლად. ეს იყო შანსი ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად. კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ კარგად იცოდა, რომ ასეთი შანსი შეიძლებოდა აღარასოდეს განმეორებულიყო. საქართველოს საპატრიარქოში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მსოფლიო პატრიარქი დიმიტრიოსი სტატუსის აღდგენის საკითხზე მოლაპარაკებებს დათანხმდა. ეს უკვე დიდი გამარჯვება იყო. ახლა ყველაფერი ისტორიკოსებზე და იმ წერილობით წყაროებზე იყო დამოკიდებული, სადაც მინიშნებული ან მოხსენიებული იქნებოდა ფაქტები საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიაზე. საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში მიიღო ანტიოქიის საპატრიარქოსაგან. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან არ მიუღია ავტოკეფალია და მე-6 საუკუნიდან კონსტანტინოპოლის პატრიარქი მსოფლიო პატრიარქი იყო. ამიტომ იმ ძველ ხელნაწერებში, ანალებში საქართველოს ეკლესიაზე არაფერი არ იყო მოხსენებული. მის უწმიდესობას ამ პერიოდში უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა არა მარტო მართლმადიდებლურ სამყაროში, კათოლიკური სამყაროც ძალიან დაგვეხმარა და ჩვენ ჰქონდა უდიდესი ბიბლიოთეკა, იგივე ბატონ სიმონ ზაზაძე გახდა სტამბოლში წმინდა ნინოს ტაძრის ეზო და ის მისი იყო მფლობელი, ანუ
შესყიდული ქონდა ეს ყველაფერი მას და იქ იყო კათოლიკური ტაძარი, რომელიც უნიკალური ბიბლიოთეკა იყო და იქ ჩვენი მეცნიერები მიბრძანდებოდნენ, მუშაობდნენ და იქვე წყაროებიდან და ამიდან დიდი ბრძოლა იყო ესა. მოლაპარაკებები მსოფლიო საპატრიარქოსთან საკმაოდ მძიმედ წარიმართა. ყურადღება ექცეოდა თითოეულ სიტყვას, რომელიც აღიარების სიგელში შევიდოდა. მოლაპარაკებების დასრულებას ბოლო არ უჩანდა. ერთადერთი მოკავშირე ამ მოლაპარაკებებში იყო ის პოლიტიკური ვითარება, რომელიც დედამიწის 1/6-ზე ვითარდებოდა. მსოფლიო სულ განაბული შესქეროდა კომუნისტური სამოთხის დაისს. როგორც მაშინ მიტინგებზე უყვარდათ ხოლმე თქმა, რუსეთის მოდერნიზებული იმპერია მართლაც სულ ზღაფავდა. იქნებოდა თუ არა ქართული ეკლესიის საერთაშორისო აღიარება მომაკვდავი იმპერიისთვის დამატებითი ქვისროლა, ეს მსოფლიო პატრიარქს უნდა გადაეწყვიტა. 1990 წლის 4 მარტს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია. უდიდესი სამეცნიერო საბჭო შეიქმნა სპეციალურად ამ საქმის შესასწავლად და რა თქმა უნდა ჩვენ ჯერ ქართულად დავწერდით ამას, მეტ წყაროებს უთითებდით და შემდეგ ბერძნული წყაროები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წყაროები და ძალიან დიდი ბრძოლა მიდიოდა. სხვათა შორის ჩვენი მეზობელი ქვეყანა არ იყო დაინტერესებული მაინდა და მაინც რომ ჩვენ ეს მე-5 საუკუნიდან აგვედგინა, რამე თუ თვითონ მე-10 საუკუნიდან მიიღეს ქრისტიანობა. სიგელის მიხედვით ილია მეორის ტიტული ასე განისაზღვრა: მთავარი ეპისკოპოსი მცხეთა თბილისისა და კათალიკოს პატრიარქი სრულიად საქართველოისა. ამ დღიდან მოყოლებული მსოფლიოს ყველა მართლმადიდებლური ეკლესიისთვის საქართველოს უმაღლესი სასულიერო პირის ამ ტიტულით მოხსენიება სავალდებულო გახდა. მათ შორის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვისაც. დავბრუნდით, დავრეკეთ მოსკოვში, რომ ჩვენ მოვდივართ, მოგვაქვს უკვე ეს მე-5 საუკუნიდან ჩვენი დამოუკიდებლობის ეს საბუთი და როგორც ჩანს მოსკოვს ცოტა არ ეპიტნავა ბოდიში ამ სიტყვისათვის. რა თქმა უნდა, შერწყმე მეორე დღის მობრძანდნენ, მოგვილოცეს, მაგრამ ისე უკვე ოფიციალური, აი ესე ცივი, ხო იცით, როგორც ხდება გულითადი მოლოცვა სხვა არის და როგორც არის ესეთი ახლა აუცილებელი და რაღაცა მოკლედ აი ეს დიდი სიხარული მაინც და მაინც არ განუცდიათ მათ. იმ დროს, როცა ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ საერთაშორისო სტატუსი აღიდგინა, ეროვნული მოძრაობის ის ლიდერები, ვინც ილია მეორის სტიქაროსნები იყვნენ, უკვე სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებებს ხელმძღვანელობდნენ. სხვადასხვა მიზნებით და ამოცანებით შექმნილ ამ გაერთიანებებს მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგი აერთიანებდა, რომლის ბოლო დემონსტრირებად 1989 წლის 9 აპრილი გამოდგა. იმ დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ ვინ იდგა ხალხთან და ვინ არა. მე მოვედია, რომ დაგლოცოთ, რომ დამთავრდეს ეს შეყრილობა. მე მოვედი იმისათვის, რომ წავიდეთ ტაძარში და მადლობა შევწიროთ ღმერთს გადარჩენისათვის. მე ახლა მართნობენ, რომ საშიშროება რეალურია. შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი. ამიტომ ჩემო სულიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ ამძანდეთ ახლა და წავიდეთ ერთად ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევწიროთ უკავ. არა!
პატრიარქს ამაზე მეტის თქმა არ შეეძლო და ვერც ვერაფერს ვერ გააკეთებდა. ეს ხალხი მას არ გაყვებოდა მაშინ. აი აქ გამოჩნდა კიდევ ერთხელ პატრიარქის უნიკალური როლი, რომელმაც მოგვიწოდა მაშინ ჩვენ ყველას, რომ არ შევსულიყავით პირდაპირ დაპირისპირებაში იმ ძალასთან, რომელსაც უნდოდა კონკრეტულად იმ მიტინგის და იმ აქციის დარბევა და ზოგადად შემდგომ წაიყვანდა ყველა მოვლენას, რაც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ჰქვია, უფრო ასე ვთქვათ, აი ესეთი რევოლუციური და სისხლიანი სცენარისაკენ. სიონში რომ მოვიდა მისი უწმინდესობა, აი ცხრემლებს ვეღარ იკავდა ყველა. ვტიროდით მაშინ რაღაცნაირად ეს აი ერის აღორძინება, ერის გაერთიანება და ამ დროს აი ესეთი სისხლიანი თუ შეიძლება ითქვას დღე რევოლუციის და არა ევოლუციის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის პირველი შედეგი სულ მალე გამოჩნდა. საბჭოთა საქართველოში ჩატარებულ პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში გამარჯვებულ ხელისუფლებას ყოფილი სტიქაროსნები ისე დაუპირისპირდნენ, რომ ვერც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება გაიგეს და ვერც იმ სახელმწიფოს გაქრობა, რომლის მგრევასაც ამდენი წელი მოანდომეს. მე აუტანე წერილი, პატრიარქის წერილი, ზვიად გამსახურდიას და ასათიანთან მეორე მოძღვარი შევიდა და სახელმწიფო მინისტრი იყო გუგუშვილი. იმასთან სამი წერილი დაწერა პატრიარქმა, რომ არ დაწყებულიყო ეს საშინელება და თქვენ ტელევიზიასთან იყო ერთი ჯგუფი განლაგებული, ოპოზიციურად განწყობილი, მეოთხე წერილი იქ წავიდა, რომ არ დაწყებულიყო ეს ავაცახსენებელი დეკემბერი. შერიგების და მშვიდობის ნაცვლად არჩევანი ისევ რევოლუციაზე გაკეთდა. დემოკრატიის სახელით დაწყებული დაპირისპირება ომით დასრულდა. ერთ ომს შემდეგ მეორე ომი მოყვა. შეიქმნა ვითარება, როცა ქვეყანაში ყველა სახელისუფლებო სტრუქტურამ ფუნქციონირება შეწყვიტა და ამ ყველაფრის თავის თავზე აღება ეკლესიას და კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს მოუწია. ყველა ქვეყანა თავისი პატრონის ღირსია, ამის ღირსი არა ვარ ჩვენ. ხეცები, პირუტყვები, კაცის კვლელები არა ვარ. მთელი საქართველო ხელავს. ამიტომ მე უფლება მაქვს როგორც საქართველოს სულიერ მამას და პირადად თქვენ სულიერ მამას მოგცეთ ლოცვა კურთხევა, რომ მთელ საქართველოს განუცხადოთ, რომ თქვენ ბრძანდებით საქართველოს მეთაური. შევარდნაძე არ გადადგება, ეს არის ხმა ღვთისა და ხმა ერისა. პატრიარქის მხარდაჭერა შემთხვევითი არ იყო. თბილისის ომის დასრულების შემდეგ მოსკოვიდან დაბრუნებული ყოფილი ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ჯერ სწორედ სიონის საკათედრო ტაძარში მივიდა და მოინათლა. რითაც ყველას მიანიშნა, თუ ვინ იქნებოდა მისი მთავარი მოკავშირე მომავალ პოლიტიკურ ბატალიებში. ეკლესიასთან მჭიდრო კონტაქტის გარეშე მართლაც შეუძლებელი იყო სამოქალაქო ქაოსში ჩაფლული, პარალიზებული ქართული სახელმწიფოს გადარჩენა. ეკლესიის ზრუნვამ ახალი ქართული სახელმწიფოს შენებაში პირველი შედეგები ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მოიტანა. ქვეყანამ ახალი კონსტიტუცია მიიღო, რითაც სამოქალაქო ქაოსს და სისხლიან დაპირისპირებას საბოლოოდ დაუსვა წერტილი. სწორედ ამ საეტაპო მოვლენის ნაწილად იქცა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმება, რომელსაც ქვეყნის მეორე პრეზიდენტმა და კათალიკოს პატრიარქმა მოაწერეს ხელი. ეს იყო გარანტია, რომ სახელმწიფო გაუქმებულ რელიგიის საქმეთა კომიტეტს აღარასოდეს აღადგენდა და ეკლესია ხელისუფლებასთან უფლებამოსილებებს საკონსტიტუციო შეთანხმებით გაარკვევდა. ამ ისტორიულ შეთანხმებამდე თბილისში რამდენიმე ხნით ადრე ტაძრის მშენებლობა დაიწყო.
დღეს არის ისტორიული და საოცარი დღე საქართველოსთვის, საქართველოს ეკლესიისათვის. დღეს საფუძველი ეყრება წმინდა სამების ტაძარს და დღეს საფუძველი ეყრება ძლიერ საქართველოს. საკონსტიტუციო შეთანხმება თუ საკანონმდებლო ძეგლი იყო სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთიანობისა, მომავალი ტაძარი ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთიანობის სულიერი სიმბოლო უნდა გამხდარიყო. საოცარი მოვლენა იმ დროს, როცა ხალხს ძალიან უჭირს და სახელმწიფოს, ესე იგი პირველის ყოვლისა ჩვენ ვაშენებთ აი ამ სულიერ ტაძარს და ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი ადამიანი გადარჩება და ხალხი და საქართველოს გადარჩება აუცილებლად და წმინდა სამება იყოს ჩვენი პარტნიორი. შეიძლება ასე ითქვას, რომ თავის თავში ეს 40 წელიწადი გამოატარა ამ ადამიანმა, ეს მართლაც მისთვის ბიბლიური 40 წელიწადია და ამ 40 წელიწადში ამ ადამიანმა მისმა უწმიდესობამ ნახა ყველაფერი ის, რაც ზოგადად ღვთისკაც შეიძლება გადახდომოდა 40 წლის მოგზაურობის ისტორიაში ამ დედამიწაზე. ასე რომ მე ვთვლი, რომ ეს არის არა მარტო ამ ერთი ადამიანის ისტორია, ეს არის მთელი ქართველი ერის ისტორია. 40 წელიწადი დაშირდა ებრაელობას უდაბნოში ხეტიალი. ახლა მოგზაურობას იძახიან, მაგრამ ეს იყო აი უბრალოდ ხეტიალი იყო აი ესე. დრო ჭირდებოდა, რომ ის ძველი თაობა წასულიყო და ახალი თაობა იმ ძველი წარმოდგენებისაგან თავისუფალი შესულიყო აღთმულ ქვეყანაში და თვით მოსეც ვერ შეესწრო იცით ამას. მოსეც არ შეიყვანა ეს ღვთისგანგებულებამ და რაღაცას მსგავს ხედავ იცით აი დღევანდელ დროსთან უწმინდესაც რაღაცა მსგავსი მისია ღმერთმა დააკისრა.